ეს არის 1000 წლის მიტოვებული ციხე იტალიაში. მისი ისტორია დაიწყო 1029 წელს და 2021 წელს მიტოვებულ იქნა. და ყველაფერი ჯერ კიდევ შიგნითაა, სრულიად მიტოვებული, ოლპება და ნადგურდება. და მოდით დაგათვალიერებინოთ ეს სილამაზე. დიახ, სწორად გაიგეთ ხომ ასეა. ეს ციხესიმაგრე, რომელიც იტალიის მთებში მაღლა აღმართულია, თითქმის 1000 წლისაა. მისი ისტორია 1029 წელს დაიწყო, როდესაც პირველად მოიხსენიეს ჩანაწერებში. ამ ბორცვზე აღმართული გამაგრებული ციხესიმაგრე აშენდა იმისთვის, რომ დაებატონებინა ქვემოთ მდებარე ველი და ეკონტროლებინა მთებში გადაადგილება. მე-20 საუკუნის შუა ხანებში ამ რეგიონზე ძალაუფლება შეიცვალა. 1164 წელს ციხესიმაგრე ბალბროსამ გადასცა მალასპინას ოჯახს, რაც ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დინასტიის საუკუნოვანი მმართველობის დასაწყისი გახდა. ამ მომენტიდან სასახლე აღარ იყო მხოლოდ სამხედრო პოსტი. ის გახდა ხელისუფლების ცენტრი, რომელიც იცავდა უძველეს სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც სანაპიროს ჩრდილოეთ იტალიის გულთან აკავშირებდა. მაგრამ მისი როლი მხოლოდ ომებითა და ძალაუფლებით არ შემოიფარგლებოდა. ამიტომაც 1300-იანი წლების დასაწყისში ციხესიმაგრემ თავშესაფარი მისცა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერალს, დანტე ალიგიერს, ღვთაებრივი კომედიის ავტორს. საუკუნეების განმავლობაში ციხესიმაგრე განაგრძობდა განვითარებას, კედლები გასქელდა, კოშკები გამაგრდა და საცხოვრებელი სივრცეები გაფართოვდა. ის რაც თავდაპირველად თავდაცვით ნაგებობა დაიწყო, ნელ-ნელა გადაიქცა დიდებულთა რეზიდენციად, სადაც პოლიტიკა, კულტურა და სტრატეგია ერთიანდებოდა. მაგრამ მე-18 საუკუნისთვის მისმა როლმა მნიშვნელობა დაკარგა. ოჯახი მთაში გადავიდა, გზებმა დაკარგეს მნიშვნელობა და ციხესიმაგრე მიტოვებული დარჩა. მე-20 საუკუნემაც ვერ დაინდო იგი. მეორე მსოფლიო ომის დროს ციხესიმაგრე იტალიელმა ჯარებმა დაიკავეს. 1980-იან წლებში ჩატარებულმა თანამედროვე რესტავრაციამ ამ დარბაზებს სიცოცხლე დაუბრუნა, მაგრამ ისტორია განმეორდა. კარები კიდევ ერთხელ დაიხურა და ოთახებში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დღეს ის მიტოვებულია. და თუ შემთხვევით 1.200.000 ევრო გაქვთ გადადებული, ეს ადგილი ჯერ კიდევ ველოდება გადარჩენას. მოგესალმებით ყველას Bros of Decay-ში. კამერის უკან ვარ ლესლი, ჩვენთან ერთად არის ლუკი და ვდგავართ აქ იმ სილამაზის წინ, რომელსაც დღეს დავათვალიერებთ. იტალიაში მდებარე 1000 წლის მიტოვებული ციხესიმაგრე, ნამდვილი ურჩხულია. დიახ, ნამდვილად შუა საუკუნეების შეგრძნებაა ძალიან გავს გამაგრებულ ციხესიმაგრეს. დიახ, ეს ნამდვილად გალავნის კონგურებია და დაახლოებით 1450 წელს სწორედ ამისთვის აშენდა. მაგრამ მოდი ჯერ ამ ტერიტორიას შემოგატარებთ. არებთ სანამ ამ საოცარი ციხესიმაგრის შიგნით და გარეთ ყველაფერს გაჩვენებთ. მხოლოდ ერთი სამწუხარო რამ არის ის, რომ ამჟამად მიტოვებულია. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუზეუმი იყო და სწორედ ეს არის საინტერესო ისტორიული ფაქტი. რადგან როცა შიგნით შევალთ, მუზეუმივით გამოჩნდება. და ეს არის მისი სევდიანი ნაწილი, რადგან მას ისევ მუზეუმად გადაქცევისთვის ბევრი რესტავრაცია არ სჭირდება. განათებები ჯერ კიდევ მუშაობს. კიდევ მუშაობს. ხო, ერთი მათგანი მუშაობს. ისე უცნაურია, ვიღაც ამათთვის ფულს იხდის. შეხედე იტალიისთვის ცივა. ხო, ეხლა დაახლოებით დილის 7 საათია. გადავთქვედათ ეს ძალიან ადრე გაგვეკეთებინა. ჩვენ არ ვიცით ამის ყველა დეტალი, ასე რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყო. ხო, სამწუხაროდ, აქ უკვე კარგახანია არავის მოუთიბავს ან გაუკრეჭავს. დაიმივედით მთავარ შესასვლელთან. ხო, გასაღების გარეშე აქ ვერ შეხოლ და ჩვენი ბედნიერებაა, რომ გვერდით კარი ღია, თორემ აქ შესვლა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ხო, შეხედე იმ უზარმაზარ ზარს იქ. შეიძლება სანამ წავალთ ზარს ჩამოვრეკავ. მოდი ვიდეოს ბოლოს გავაკეთოთ ეს. ეს განგაშის დასარეკადაა. მგონი კი შეჭრილების თამაშია თუ რაღაცა მსგავსი. ხო, მგონია რომ და დავრეკო. მაგრამ მოგვიანებით. კარგი ხო. შენობის წინა შესასვლელი. როგორ ეძახით ამას? ამწევი ხიდი? ვიფიქრებდი რომ ეს ამწევი ხიდი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის. არა, მაგრამ შიგნით არის რაღაც მექანიზმი, რომელსაც დაათვალიერებთ. დიახ, ამას მაშინ გავაკეთეთ, როცა შიგნით შევალთ. არის ძალიან პატარა ქალაქი. ამ ადგილსაც პატარა ქალაქი აქვს მიმაგრებული. დიახ. ის ზუსტად იქა.
ალბათ უკვე ნახეს დრონის კადრებში. მაგრამ აი აქ იქნება ჩვენი შესასვლელი. კიდევ ერთი რამ გარედან. აქ ხედავთ, რომ კედლები ამოშენებულია. ასე რომ, ეს ადგილი უკვე არსებობს 1029 წლიდან. მაგრამ 1459 წელს მალპესას ოჯახმა, რომელიც ამ ადგილს ფლობდა, აქედან თავდაცვითი გალავანი გააკეთა. კედლები ამაღლა, საარტილერიო ხვრელები დაამატა და ეს ყველაფერი თავდაცვით ნაგებობად აქცია ბასტიონებისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ. აი სწორედ იქ ჩანს მისი საბოლოო სახე. კარგი, ნახე, მოდი წავიდეთ და დავათვალიერო. მოდი დავხუროთ. დიახ. ამ ადგილის ხის კარებიდან. ხო. მიყვარს ეს. ძალიან მაგარია, როგორ იხურება და იღება და როგორ გამოიხურება, ჯანდაბა. ნახე, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ჩვენ ახლა იმ ადგილას შევედით, სადაც მეფეები და თავადები ცხოვრობდნენ იმ დროს. რომ ამ კედლებში 1000 წლის ისტორია გათამაშებული. ეს სიგიჟეა. მე ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოა. არ ვიცი, რა ტიპის ოთახში შევედით ახლა. ხო, რთულია გარჩევა, ანუ ეს ტურისტების მისაღები დახლია. ხო, როცა 1985 წელს აღადგინეს, ეს ნამდვილად პარიზინას ოჯახია. გონი სწორედ მათ იყიდეს ეს ადგილი. შემდეგ აღადგინეს და 40 წლის განმავლობაში თითქმის ტურისტულ ობიექტად ამუშავებდნენ. მაგრამ რაღაც მიზეზით ან გაყიდეს, ან მიატოვეს. აქ არის პატარა ბილიკიც, რომელიც აქ ამოდის და მიდიყვანს იმ სასროლ ხვრელთან, იმ ზემოთ ფანჯარასთან, საიდანაც სროლა შეიძლებოდა. ეს მალასპინას ოჯახის ორიგინალური გერბია. და ხო, ისინი მართავენ ამ ციხესიმაგრეს 1179 წლიდან. ეს ძალიან დიდი დროა. ესეთი ძველი ადგილების ნახვა ხშირად არ გიწევს. არა, საერთოდ არა. ჩვენს არხზე მხოლოდ რამდენიმე ისეთი ადგილი გვაქვს გადაღებული, რომელიც 1000 წლისაა. აქ ზემოთ დავამაგრებ ბმულს. ისიც იტალიაში, ასე რომ მისაღები დარბაზი. ჰეი, ამასაც შეხედე. ესეც ძალიან მაგარია. და ასევე კედელზე არსებული ბრები, ისინი ისეთი შუეთი შუა საუკუნეობრივია და პირდაპირ კედელშია ჩამონტაჟებული. აქ პირველი ოთახი რომელი იყო კიდე? გუშინ აქ საკმაოდ გვიან ვიყავით. ხო. მართალია. ისე ვიცი. კი, მახსოვს. ეს არის ბანკეტის ოთახი. ბანკეტის ოთახი, ჯანდაბა. დიდი სასადილო დარბაზი. სადაც ლორდები და დედოფლები სადილობდნენ. არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ასეთ ოთახში. ხო, გადავდოთ ცოტა მოგვიანებისთვის ვიდეოში. კი, მოდი ასე გავაკეთოთ. ხო, იმიტომ რომ გონია უკეთესია, როცა აქ სინათლე არ არის. ჯერ ეზოში წავიდეთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან, რადგან ნახავთ ამ ოთახის სრულ ტურს. კიდევ ერთ გერბს ეზოში. ხო, ეს ხო. და თუ აქ ზემოთ გვირგვინს დაინახავთ, იცით, ეს მუზარადია. იცით, რომ ოჯახი კეთილშობილი იყო და რომ ოჯახს ბრძოლებში მიუღია მონაწილეობა და დაიმსახურა, რომ თავისი გერბის თავზე ეს მუზარადი დაედგა. ეს იყო ის კარები, რომლის წინაც ახლახან ვიდექით. ხო, ეს ნაწილი ძალიან მომწონს მართლა შუა საუკუნეების ან სამეფო კარის თამაშების დეკორაციას გავს. იცი, ზუსტად ესე. აქ ცხენებით შემოდიან და რაინდები შემოდიან. ხო, ზევით შეგიძლია ნახო მექანიზმის პატარა ნაწილი, ხო, ასეა? ხო, მგონია რომ ვიღაც, ალბათ დარაჯი ან ვინმე მსგავსი იქ იდგებოდა და შემდეგ კარს აწევდა ან რამე ასეთ. ხო, ეს ჯოხები უნდა აგეწია, ნამდვილად. ვაუ, მინდა აქ ჩავიხედო, რადგან გუშინ ამ ციხის გარშემო ვიარეთ, მაგრამ ამ ოთახში არ შეგვიხედავს. ნახე? ვაუ, ხო, რაც თქმა უნდა. ეს ციხეა ღვინის მარანის გარეშე და იქ დარჩენილი ათეულობით ბოთლის გარეშე.
შეხედე ამას, ყველა ჯერ კიდევ სავსეა. მართლა ძალიან მომწონს ეს ხის ფოთლი. იცი რისთვის არის ეს? ეს საცობის ჩასადებადა. ზუსტად. ხო. ამაძეც კი გერბებია გამოსახული. ვა. ხო, მართლა. ძალიან ექსკლუზიური ღვინოა. მგონია ეს ყოველთვის მარანი იყო. Looks like it. აჰა, შეხედე ამას. ეს ნამდვილი შუა საუკუნეების ჭაღია? ვაუ, რა ნამუშევარია. კარგი, დავბრუნდეთ გარეთ. რა დიდი პატივია აქ ყოფნა. ვიცი, ციხესიმაგრე იყიდებოდა 2021 წელს 1.2 მილიონი ევროთ. ანუ ციხესიმაგრისთვის ეს დიდი თანხა არ ჩანს. არა და რა თქმა უნდა, მას აღდგენა სჭირდება. მაგრამ გულისხმობ, 1000 წლოვანი ციხესთვის ასე ცუდად არ არის. მართლა ესე ცუდად არ არის. მაგრამ ყველაფერს, რასაც ესეთ ადგილას აკეთებ, სწორად უნდა მიუდგეთ. ხო, აი ეგა საქმე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძვირიჯდება, მაგრამ ყველა კარი ღია. ეს არის ის, რაც მაოცებს. ხო. ისე თითქოს მათ ეს აღარ აინტერესებთ. ვგულისხმობ, გარკვეულწილად ძალიან პატარა ციხესიმაგრეა, ხომ ასეა? ხო, ასეა. ვგულისხმობ, ეს არც ისეთი დიდი ქალაქი იყო, რომ მისი დაცვა განსაკუთრებულად საჭირო ყოფილიყო. მაგრამ ეს ასევე იყო საკვანძო წერტილი და სავაჭრო მარშრუტები გადიოდა აქედან, სადაც ხალხი გადმოსახლებულიყო და ღამეს ათევდა. რაზეც მოგვიანებით დაბრუნდებით და ვნახავთ. ჯა. ეს ღრმად ჩადის, პირდაპირ სარდაფში მიდის, ნახე? აჰა, დიახ. ხო. და შემდეგ ხო, ეს ეზო. მე ის საკმაოდ მომხიბვლელად მეჩვენება. ხო, მეც ასე ვფიქრობ. უბრალოდ ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო ადრე როგორ იყო. როგორიც იყო საუკუნეების წინ, როცა სინამდვილეში ლორდის რაინდები და ყველა აქ იყვნენ. 1400 წელს მათ ასევე დაამატეს ეს სამლოცველო აქ, ეს მინაშენია. ასე რომ ეს მხოლოდ 500 წლის. ასევე შეგიძლიათ ნახოთ აგურის განსხვავება, რომელიც აქ გამოიყენეს და აქ. კი. იმიტომ რომ ეს კოშკი ყოველთვის აქ იყო და ეს სამლოცველო მხოლოდ 500 წლისაა. მხოლოდ 500 წლისაა. შეხედე კარტ. ვაუ, რა ლამაზია რა. ო, ეს კარი არ შეცვლილა. არა. მოგბიძანდით შიგნით. შეხედე ამას. ძალიან პატარა სამლოცველოა. და გერმანულად აქ წერია. Gelobt sei das Allerheiligste. რატო? რატომ წერია ეს გერმანულად? არ ვიცი, ახლა იტალიაში ვართ. That's so weird. JHS. ზუსტად ეგეც წერია. კარზე ზუსტად იგივე ლოგოა. ჰა? ხო? კედელში არის პატარა ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ მღვდლის ღვინო. ასევე რამდენიმე ნამუშევარი განთავსებულია სამლოცველოში. ხო, აქ ძველი კარი მოიგრძნობა. ხო. ო, მოიცადე. მოდი ახლა რაღაც ვთქვათ. ინგას. რაღაც ხო, ანტონის იესოს ვარიანტი. ეს წმინდა ანტონიოსია. ო. მგონია რომ ასეა, ხო? დიახ. შეიძლება ესე იყოს, დიახ. ძალიან ლამაზი სკულპტურა. ალბათ თაბაშირისგან არის გაკეთებული. დიახ, ეს ძალიან ძველი არ არის. რბილ გადაკრული სავარძლები ისევ აქაა. აქვთ მათ გერბები? არა, როგორც ჩანს, გაცვეთილი ყვავილების ორნამენტებია. ხო. ვაუ, ეს ჯვარი ნახე. ისე? რომელი? ეს ეს პილგრიმის ჯვარს გავს, კრუციფიქსს. ამათ რა ქვიათ კიდე? ჯვაროსნები? ხო, ჯვაროსნები. ჯვაროსნები, ხო და ისინი ამაზე ჯდებიან ცხენზე ან რაღაცაზე, ხო? მოდით ამ ხარესაც შევხედოთ. აქ კიდევ რამდენიმე ხელოვნების ნიმუში გვაქვს. ეს ნამდვილი ნახატი არ არის, არა, უბრალოდ ბეჭდურია. დონორი, იანი და სანტო. ვა! ალბერტო დი პუტრიო. და მათ ასევე უყვართ ეს სანთელი აქ. ხო. ეს საოცარია. ვაუ, რამდენი რამაა მასზე ჩამოკიდებული. მოდი არ შევაწუხოთ.
მგონი ეს მიგვიყვანს. ხიდის მექანიზმთან ხო ასეა? და აი აქ დგახარ ხიდის ზემოთ, სწორედ იქიდან მოვედით. და შემდეგ. რა? ეს საერთოდ არ არის დაკავშირებული. მე მგონი ეხლა ხელითაა, მაგრამ ადრე ასე იყო. აქედან აწევდი ხიდს. ან გისოსებ. ან გისოსებს. ხო, ეს ხიდი არაა. რას დაარქმევდი ამას? გისოსებსაც კი ამოსწევდი? კი. და კიდევ ერთი ზარია. ისე მინდა დავრეკო. კი. ვაუ, კარგი, წავიდეთ უფრო შორს. ნახე, ეხლა ხან დავინახე, რომ შეგვიძლია ავიდეთ ციხის კედლებზეც. დიახ, ეს ძალიან მაგრაჯერს. წავიდეთ ფრთხილად. ეს აქ მორღეულია. ხო, ესე მგონია. ეს მოაჯირები აქ დაამატეს 1918 და 1985 წლებში. რაინდებისთვის, ლორდებისთვის და მეფეებისთვის აქსთვის აქ მოაჯირი არისო. თუ ვარდებოდნენ. ეს საკმაოდ ვიწროა, ხო. ღმერთო ჩემო. რა? აქედან ხედები საოცარია. ვაუ. გაოცებული ვარ. ხო, ესეც სიმაღლეზე ციხე რო გქონდეს. მოდით ვნახოთ. ეს ფონტია. დიახ, აქ ძალიან მაღლა ვერ ვიქნებით. უბრალოდ შეხედე, ალბათ გუარდიარაზე. რა მაგარია. ეხლა ზღვის დონიდან 750 მეტრზე ვართ. ხო, მაინც უფრო მაღლა იგრძნობა. ხო, ნამდვილად. კარგი, დავბრუნდეთ. ამ ადგილას ბევრი რამ არის სანახავი. აჰა, ეხლა შეგვიძლია იქ ავიდეთ. გულისხმობ, მათ უკვე გაგუშალეს წითელი ხალიჩა. აჰა, დიახ. კიდევ ის სუნიც კი, რომელიც ოთახიდან გამოდის. ჩემი ცხვირისთვის ნამდვილი ნეტარებაა. მართალია, ეს ოთახია. ხო, ეს ორ შორის ნაკლებად საინტერესო იყო. ხო, მაგრამ კარგი ბუხარი აქვს. ვფიქრობ, რომ აქ ორიგინალური ავეჯით ეს ოთახი ძალიან შთამბეჭდავი იქნებოდა. ნამდვილად ბუხარი მარმარილოთი და ყველაფრით რით რაც მასზეა. მარმარილო და ხე. ძალიან საყვარელი მოდია აქ ზევით. ხო. აქ ორი მოდია. ხო, გონია რომ იქ შეში დაანთებდნენ. ხო, გონია, ხო. ძალიან უცნაურია. მაგრამ ეს ნამდვილად ასევე დიდი სასადილო სივრცეა, ან ბანკეტის ოთახი, სადაც იმ დროს მდიდრულ წვეულებებს მართავდნენ. ესენი აქ ქვემოთ ორიგინალი მაგიდებია? არა. არა. საერთოდ არა. სრულებით არა ეხლა. საერთოდ არა. კარადები და ყველაფერი. თუმცა ლამაზი ჭაღია. ხო, ეს ნამდვილად შუა საუკუნეების არ არის, უფრო გვიანდელია, ხო ასეა. ხო, აბსოლუტურად. ეს რენესანსის, ლუი მე-15 სტილს გავს. და თუ შეადარებ მაგალითად აქვე არსებულ სხვა ჭაღს. ხო, ეს უფრო შუა საუკუნეებისა. ხო. და იქ ასევე არის ფლორენციის ფლერ-დე-ლისიც. ფლორენციაში მას ფლერ-დე-ლის ეძახით? არა. არ ვიცი როგორ უწოდა მას, ფლერ-ფლორენსი. Flair-de-Florency. ჰეი, ნახე, ეს არის დანტე ალიგიერი. ხო. და ვიცი რომ ამაზე რაღაც გაქვს მოსაყოლი. კარგი, მის შესახებ ბევრი არ ვიცი, მაგრამ ეს დანტე ალიგიერია თუ სწორად ვამბობ. მან დაწერა ღვთაებრივი კომედია, დანტეს ჯოჯოხეთი. და სინამდვილეში, როცა გადასახლებაში იყო, აქ დარჩა. მათ შორის, ვინც აქ თავშესაფარი იპოვა, იყო დანტე ალიგიერი. 1300-იანი წლების დასაწყისისთვის დანტე აღარ იყო მხოლოდ პოეტი. ის იყო პოლიტიკოსი, მოაზროვნე და ადამიანი, რომელიც ღრმად იყო ჩართული ფლორენციის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. როდესაც ეს ბრძოლები მის წინააღმდეგ შემოტრიალდა, ის გააძევეს, სიკვდილის მუქარით აუკრძალეს ქალაქში დაბრუნება, ჩამოართვეს ყველა თანამდებობა და აიძულეს ჩრდილოეთ იტალიის გავლენიანი ოჯახების მფარველობის ქვეშ ეცხოვრა. სწორედ ამ განდევნის პერიოდში ცხოვრობდა ის აქ, მალასპას ოჯახის მფარველობის ქვეშ.
არა როგორც ფუფუნებით განებიურებული სტუმარი, არამედ როგორც პატივსაცემი ინტელექტუალი და პოლიტიკური მოკავშირე. ის ციხესიმაგრის გულთან ახლოს იცხოვრებდა, მთავარი დარბაზის მახლობლად, სადაც იმართებოდა დისკუსიები, მიიღებოდა გადაწყვეტილებები და შემოდიოდა ახალი ამბები გარესამყაროდან. ეს იყო გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში. ფლორენციისგან მოწყვეტილი, დანტე მთლიანად თავის წერაზე კონცენტრირდა. ამ პერიოდის შემდეგ მან გააგრძელა მუშაობა ღვთაებრივ კომედიაზე, ამ მონუმენტურ პოემაზე, რომელიც აღწერს მოგზაურობას ჯოჯოხეთში, განსაწმენდელსა და სამოთხეში. ეს ისტორია მიხვდება თავად დანტეს, რომელსაც თავდაპირველად მეგზურობს რომაელი პოეტი ვირგილიუსი და შემდეგ მისი საყვარელი ბეატრიჩე. ამ მოგზაურობის განმავლობაში ის ხვდება ცოდვილებს, მმართველებს, პაპებსა და ისტორიულ პირებს. თითოეული მათგანი ზუსტადაა განთავსებული მორალურ სამყაროში, სადაც ყოველი ქმედება შედეგს იწვევს. ეს ნაშრომი თავისი დროისთვის ძალზე საკამათო იყო, რადგან ღიად ათავსებდა ძლიერ პოლიტიკურ და რელიგიურ ფიგურებს ჯოჯოხეთში. ამავე დროს იკვლევდა ცოდვას, გამოსყიდვას და საბოლოოდ სულის გზას ღმერთისკენ. და სწორედ ეს ხდის ამ ისტორიას ასეთ გამორჩეულად შთამბეჭდავს. ისევ ცარიელია ის კედლები, რომლებმაც ოდესღაც შეიფარეს ადამიანი, რომელმაც დასავლური ლიტერატურა ჩამოაყალიბა. ის იყო პოლიტიკური ფიგურა ჯერ კიდევ 1300-იან წლებში. ცხოვრობდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში და ფლორენციიდან გააძევეს, რადგან ეწინააღმდეგებოდა იქაურ პარტიას. შემდეგ ამ ციხესიმაგრის მეპატრონეებმა შეიფარეს იგი როგორც სტუმარი. მან აქ საკმაოდ დიდი ხანი გაატარა და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ციხესიმაგრის ხალხთან. დიახ, ძალიან საინტერესოა რომ ის აქ იყო, რადგან ის ძალიან გავლენიანი პიროვნებაა ლიტერატურაში. დიახ, მართლა მაგარია. ეს კონსტანსებით ძალიან კარგები არიან. დიახ. რატომ კიდია საფრანგეთის დროშა? არა, ეს იტალიის დროშა. დალტონიკი ვარ. გაჩერდი არ. ეს გუშინაც ვუყოლებდით, მაგრამ ვერ გავიგე ამის ისტორია. ხო, არის ამერიკანო ალვარზი, არ ვიცი ეს ას ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს თუ არა, რომ აქ უბრალოდ ამერიკელია. და აქ არის რუსი ნიკოლა დრაგონი. 1925. 1953 წელი ომის დროს. ხო, ბევრი ვერაფერი გავიგე. უბრალოდ აქ ეგდო. იქნებ ისინი ოკუპირებული იტალია. შეიძლება ასე იყო, რომ ომის დროს ეს ციხე-დარბაზი გამოიყენეს თავდაცვითი ნაგებობის სახით. ხო, ასეთ შეიძლებოდა ყოფილიყო, ხომ ასეა? ხო, ეგ არის. მგონია რომ ოკუპირებული იყო, იმიტომ რომ აქაც წერია Ministero dell'Italia occupata და ვარაუდობ, რომ ეს ნიშნავს ოკუპირებულს. ხო, მაგრამ საქმე ისაა, რომ 1945 წელს ეს ციხე-დარბაზიც ჯერ კიდევ ნანგრევებში იყო. ის არ იყო აღდგენილი. ხო. ასე რომ, მაშინ ისინი ნანგრევებში მყოფ ციხე-დარბაზს იკავებდნენ. ხო, შეიძლება უბრალოდ артиლერია ქონდათ აქ ეზოში ან რაღაც მსგავსი, არ ვიცი. ხო, ამ ციხე-დარბაზს ბრძოლები უნახავს. ხო, და ის კარადებიც ძალიან მომწონს. ხო. სანამ გავაგზელებთ, ამ ნივთთან მივა. ხო. იმიტომ რომ ესენი რეალურად შეღებილია. ბოდიში ცოტა ჩაჭედებულია ვიტრინაში, ესე ჩანს. თითქოს დანტეს ჯერ კიდევ ოქრო აქვს შიგნით. ეს არის 1166. ხო, ბარბაროსა. ასე რომ, ის იყო ბოლო ლორდი, რომელსაც ეს ადგილი ეკუთვნოდა და ამის შემდეგ გაკიდა ეს ადგილი. და შემდეგ მალასპინის ოჯახი აქ მოვიდა და მათ მართლა 7 საუკუნის განმავლობაში მართავდნენ ამ ციხეს. ეს საკმაოდ დიდი დროა ჩვენი საგვარეულოსთვის. რატომ არის ეს სახე ასე განსხვავებული სხვებისგან? ეს ასე გამოიყურება. მგონი ეს ნახატია. მაგრამ ის ასე განსხვავდება სხვებისგან. ხო, შეიძლება მოგვიანებით იყოს. 1798 წელი. იყო ბოლო დღე, როცა მალასპინას ოჯახი აქ ცხოვრობდა. ხო, ასე რომ შემდეგ მათ რაღაც მიზეზით ციხესიმაგრე მიატოვეს. კარგი, რა გვაქვს აქ? ო, ფრთხილად, ნახე, ხო, მივხვდი. ხო. ასევე არის ბარბაროსა. ხო. და შემდეგ გვაქვს გერბი. კიდევ ერთი გერბი. არ ვიცი ეს რომელი გერბია. ეს გერბი ბევრჯერ გვინახავს. ხო. გამოიყურება როგორც შვეიცარიის გერბი, მაგრამ ზედ გვირგვინით და ხო. რამდენჯერმე გვინახავს? ო, მართლა. კან არაფერს ამბობს. 1800. არ ვიცი ეს ვინ არის და ძალიან დიდი. დარწმუნებული ხარ, ეს ბარბაროსაა. აქ წერია ობიცო მალასპინა. ო, მალასპინა ეს? ხო, ეს შემდეგია. ასე რომ რამდენიმე წლის შემდეგ მათ ციხესიმაგრე 1169 წელს შეიძინეს. მაგრამ ეს შეიძლება უკვე იმდროინდელი ოჯახის ნახატი ყოფილიყო. ძალიან გავლენიანი ოჯახი. ეს დახეული ნახატი. სევდიანია, რადგან ეს მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ხო, აბსოლუტურად. რა სილამაზეა. შეგვიძლია აქედან ქვემოთ ჩავიდეთ? არ მგონია ესე იყოს. არა, ეს იყო ოთახია გვერდით. ნახე? ხო.
ხო, ეს არის ოთახი ჩემს გვერდით. ამდენი რამეა სანახავი. ხო, კიბეები აქ იყო, ესე რომ აქ არის ეს უკანა ოთახები და აქედან შეგვიძლია ჩავიდეთ ქვემოთ. და ახლა დროა. მოძებნე ოთახი. ხო, დავბრუნდით. ვფიქრობ, ეს ოთახი ყველაზე მეტად მომწონს მთელ ამ ადგილას. ხო. რა სილამაზეა ეს? ეს ნამდვილად შუა საუკუნეების ნამდვილ სანადიმო დარბაზს გავს. ბატონები აქ მაღლა ისხდებიან. ხო, მგონი მალასპინას ოჯახი აქ იჯდა. მათი სტუმრები კი ქვემოთ, ხომ ასეა? ზუსტად ასე იყო წესები დადგენილი. ხო. ბოდიში თუ მე სახელს მალასპინა არასწორად გამოვთქვამ, ზოგჯერ იმდენი სახელია ან ციხესიმაგრესთან დაკავშირებული, რომ უნდა დაიმახსოვრო, მაგრამ ხო. და იტალიური სახელები ცოტა განსხვავებულია ვიდრე ჩვენთვის ჩვეული. ეს რა არის? მისაღები ოთახი არ ასეა? არა. არ ვიცი, რთულია თქო. როგორ უნდა მიხვიდე იქ? არა, ეს მისაღები ოთახია. ეს არის მისაღები ოთახი. კარგი, უბრალოდ ერთი წამით დავინტერესდი, ანუ ადგილი, სადაც მალასპინას ოჯახი იჯდა. ვფიქრობ, აქ რა გაქვთ? არა, მე უბრალოდ ამათ გაჩვენებთ. ვაუ. 400-იანები. გულისხმობ, ეს ალბათ ორიგინალი არ არის, მაგრამ ეს იყო ნახატი, რომელიც 400 წელს შეუკვეთეს. არა, ეს არა. არა. ეს არა. არა. 1205-დან 1244 წლამდე შეიძლება აქ მეფობდა. კი, შესაძლებელია. ასევე აქ შეგიძლიათ ნახოთ ქვედა სართულის დარბაზი რესტავრაციამდე, ასე რომ აქ აღადგენდნენ. კარგი, სავსეა განავლით, მაგრამ ისინი ამ ადგილს აღადგენდნენ 1985 წელს და შემდეგ გახსნეს საზოგადოებისთვის. უნდა უფრო ხშირად შეხედო კამერას. ბოდიში. არა, არაფერი. უბრალოდ ფიქრობ, ხო? და აი იქ არის საუბრის ჯიხური. ალბათ ხანდახან ატენებდნენ და მერე ესაუბრებოდნენ აქ მყოფ ხალხს და სტუმრებს. და რაღაც ფოტოების კოლაჟი. არა. მე ვიცი, რისთვისაც ეს გამოსადეგია. ხო, მაშინ ეს უბრალოდ ლამაზი სურათებია, ხო იცი? ხო, ესენი მართლაც ლამაზი სურათებია. ადრე მსოფლიოში სხვადასხვა პირსახოცი იყო. ხო, წლების განმავლობაში აშკარად რამდენჯერმე ჩაუტარებიათ რესტავრაცია. მინდა ამაზე შევხედო. ღმერთო ჩემო, ეს უზარმაზარი იყო. დიახ. ამას აქამდე ვერც კი შევამჩნიე. ხო, ცოტა გახუნებულია. ხო, ეს ნამდვილად ორიგინალური ნახატებით გამოიყურება. ალბათ ასობით წლისაა, ჯერ კიდევ აქ კიდია. ხო. და ესეც ნახე, ამასაც ვერ დაიგნორებ. ეს არის ჭაღი, შიგნით ვიტრაჟებით. ეს უბრალოდ საოცარია. ვფიქრობ, როცა ანთებული იყო, ეს ოთახი ცის არტყელას ფერებით განათდებოდა. ხო. ძალიან მაგარია. ეს კლავიში დავაკრავ. არა. საკმაოდ ცუდია. რა არის ეს? ღმერთის მატარებელი, Steinway, ღმერთი, კროტრეინი, Steinway. მე Steinway ადრე მინახავს. Steinway, ხო, მართალი ხარ. კარგი, ხო. მეფეებისა და დედოფლების ადგილებიდან ჩამოდიხარ გლეხების სამყაროში. შეიძლება ასევე კეთილშობილი სტუმრებიც. რა თქმა უნდა. ვფიქრობ, თუ ამ ადგილში ყოფნა გინდოდა, კეთილშობილი უნდა ყოფილიყავი. იმ დროს რაღაც მნიშვნელობა უნდა ქონოდა, თორემ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ესეც საკმაოდ უცნაური ნამუშევარია. რადგან თუ თავს დააკვირდებით, ეს ბუდისტური ქანდაკებაა. მართლა არ მესმის, რატო იყო ეს აქ? ვინ დადო ეს აქ? ხო, მაგრამ ეს ძალიან ლამაზი ნამუშევარია. ხო, ანუ ისინი გადასახლებულებს იღებდნენ, ასე რომ ალბათ ბევრ რელიგიასაც ღიად ეკიდებოდნენ. შუა საუკუნეების იტალია? ალბათ არა. არ ვიცი, ყველა ერეტიკოსი იყო. ხო, ეგ მართალია. ალბათ მარტო ქრისტიანობა. ლამაზი კარა და აქ არის. მაინტერესებს ესენი ორიგინალურია თუ არა.
შეიძლება გვიანდელი ორიგინალია. ხო, რამდენიმე გერბია, მალასპინა აქ წერია. ყველგან მალასპინა 1129 წერია. ალბათ მაშინ, როცა ასეთი ტიპის ოჯახები ერთმანეთში ქორწინდებიან და ერთმანეთში ერთიანდებიან, მერე თავიანთ გერბებს აერთიანებენ, ახალ გერბებს ქმნიან და ასე იზრდებიან როგორც ოჯახი. შეგიძლია ნახო, რომ ეს სულ ხეს გავს, არა? ხო, მაგრამ ისინი ასევე განვითარდნენ, რომ უფრო გამოკვეთილ ხის გამოსახულებად ჩამოყალიბდნენ. მაგრამ გარეთაც ვნახეთ, რომ ეს თითქოს სხვა გერბია და მხოლოდ ხე არ არის. ხო. ეს მართალია, მაგრამ გონია, რომ ეს უბრალოდ მალასპინას გერბისთვისაა. არა. 1729 და შემდეგ ეს ემატება 1275 წელს. ხო, ასე რომ ეს ვითარდება მართლა როგორც შენ ამბობ და ეს არის ორიგინალური. ალბათ ხო. აქ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მისი ფრაგმენტები. ეს ადგილი ადრე მუზეუმი იყო. ხო. აქ რამდენიმე ვიტრინის გარდა მიდგას. ხო, მაგრამ ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო. ხო. იმედია ვიღაცა გამოჩნდება და გადაწყვეტს, რომ აქ მუზეუმი ისევ გახსნას. დანტე, აი ისევ გამოჩნდა. დანტე ისევ. ხო, მართალია. ხო, ესენი საოცარია. ესენი მგონია, რომ ხშირად გვხვდება ეკლესიებში. ხო, აი ეგეთებია. არ ვიცი ამას რა ქვია, როგორ დაუძახო ამ სკამებს. არც მე ვიცოდე. არა, ისინი ყოველთვის ძალიან მაღალი და მდიდრულია, ლამაზად ნაკვეთი, მართლა მომწონს. ნახე ჭაღი. ღმერთო ჩემო, არა, არ მინახავს. მხოლოდ ქვემოთ უყურებდი აქამდე. თან მაგარი ნივთია. ბოდიში. ხო, აქ ციყვები არიან, ან უბრალოდ ერთი ციყვია. ერთი ციყვია. უშინაც ვნახეთ ის. ხო, ცოტა ცელქია და ცოტა ცნობის მოყარია. ის პირდაპირ კედელზე კიდია. ნახე, ხედავ მას ზემოთ. ხო. რას აკეთებს? შენ ხარ ახალი მცხოვრები. რა სილამაზეა. მართლაც ესეა. ის უბრალოდ ანადგურებს ციხეს. კარგი, გავაგზავნოთ ჩვენი კვლევა. მე ვამბობდი, ვინ არის ციხეში? ვინ არის ციხეში? ციხეში? დიახ, ეს სილამაზეა, ნამდვილი სილამაზეა. დიახ, კარგი, წავიდეთ უფრო შორს. ეს ნამდვილად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს ციხის ორიგინალი ნაწილია. დიახ, ეს ძალიან მტკიცე და მასიური რამეა. ნახე, დიახ, და ეს მალასპინას გერბია აქ. ეს ის ბოლო გერბია, რომელიც იქ დაფაზე ვნახეთ. ასე ძველია, ხო? შეიძლება ციხესიმაგრის სათხის პერიოდს ეკუთვნოდეს. ხო, უცნაურია, რადგან ამ გერბს თარირიან წელი არ აწერია, ასე რომ არ ვიცით, მაგრამ ყველაფერი ამის შემდეგ უკვე გვიან, 1200-იან წლებში. ამაზე ზუსტად 12-ია. ესეც ძალიან მომწონს, ესეთი მარტივია. ისინი ძალიან სასაცილოები არიან და შესანიშნავები. და შემდეგ ბუხრის შიგნით ყველაფერი ქვითაა გაკეთებული. ქვები ისევ იქაა, სუფრის მაგიდა. წარმოიდგინე, რომ დანტე აქ იჯდა. ნახე. ხო. ვგულისხმობ, ეს მაგიდა ორიგინალივით, ან ძალიან ძველივით გამოიხურება. ძალიან მაგარია ამაზე ფიქრი. სკამებზე, რომლებიც მის გარშემო იყო. ვაუ, ხო, კარგები არიან. ფეხები აქვთ? ხო. აბა ეს რისთვის არის? არ ვიცი, უბრალოდ შევხედავ. რთულია თქმა? ძალიან რთულია თქმა, რაღაცა მოწევის ორმო ან რაღაცა მსგავსი. ხო. აქ ორი კედლის სანათი არის. ძალიან კარგი კუთხის სკამებია, ასევე ძალიან კარგია. ხო. ხო, ეგენი ძალიან მიყვარს. და შემდეგ უზარმაზარი ნახატი ხის პანელზე. აქ წერია. ვაუ, არა, ეს არის. კვიგლია 9:11. ესე იგი, ეს 1100 წლის, თუ ეს ასე. ხო, მაგრამ მაშინ არ გამოდის, ხო ასეა. ამას აზრი არ აქვს. მაშინ ალბათ 1911 იქნება. ეს უფრო შეიძლება იყოს 1911 წელი. ხო, ამას აზრი არ აქვს. ძალიან კარგად გამოიყურება. ხო, ძალიან კარგად გამოიყურება. ხო, არ მჯერა რომ ეს 1000 წლისაა. არა. აჰა, შეხედა იმ ფარნს. ჯანდაბა, მაგარია. ხო, ეგ იყო, საკმაოდ სულელური იყო.
ეს ნამდვილად მუზეუმის დროიდანაა. ხო, გონია რომ ისინი. ალბათ მფლობელები არიან ან რაღაც მსგავსი. ეს ძალიან სასაცილოა. ისინი მთლიანად გამოეწყნენ ამისთვის. ვაუ, ჰეი, კარგად გამოიყურები. წავიდეთ სარლებში. დიახ. ფრთხილად იყავი, ლუკ, ეს იატაკი. არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ მთლიანად მგონი უბრალოდ ზედაფენაა ჩამოშლილი. ხო, მაგრამ ეხლა უკვე მყარად აღარ ირიცხნობა. არა, კარგი. ხო, ეხლა სარდაფში შევდივართ. აი ეს ნახეთ ეხლა ხანს. ლუკა, ეს არის სჭა. ხო, აქედან უყურეთ. ძალიან ღრმად არ ჩადის. არა, საერთოდ არა. ფიქრობ, მაშინ უფრო უკან იქნებოდა. მგონია რაღაც მიზეზით ეს ადგილი ამოსებულია. ხო, ალბათ სტრუქტურის გასამაგრებლად ან რაღაცა მსგავსი. არ ვიცი. მგონია თითქოს იმ ადგილას შევედით, სადაც ადრე იარაღებს ჭედავდნენ. სადაც გრდემლებზე აკეთებდნენ დიდ מחვილებს და ყველაფერს. და ხელსაწყოებს. ხო და ასევე ბევრ რამეში ციხესაც არემონტებდნენ. ხო, აქ თითქოს სამჭედლოა, ნამდვილად. ხო, გვაქვს ცხელი ნახშირი და შეგიძლია რაღაცები გამოჭედო. ხო, CPU ადგილი. CPU. ეს ორიგინალია ციხესიმაგრიდან. ჯანდაბა. ო, ესეც მაგარია. ხო, სავარაუდოდ რაღაც სახის სარეცხი ავზია. და აი აქ არის ყველა კარის სახსარი და ყველაფერი რელაფერი, რაც ამ ადგილის სტრუქტურისთვის იყო საჭირო. ვაუ, აქ ჯერ კიდევ იმდენი რამეა დარჩენილი. ხო, გეგონება ძველი სამჭედლო იყოს. მთელი ეს ქვის სამუშაოები ციხესიმაგრიდან. მგონი ეს ხუმელის ნაწილი იყო. არა, მე מחვილს აკეთებდი. ხო, შესაძლებელია. ხო, აქ შეხედე გვაქვს სახურავის ფილა და აქ წერია 1680 რაღაც. 80. ხო, არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ 85. რინიც. ონლაინში წავიკითხე, რომ ამ ციხესიმაგრეში ბევრი საიდუმლო გასასვლელია. მათი უმეტესობა ახლა ჩაკეტილია, მაგრამ ეს ერთ-ერთი დარჩენილია. და ისინი გამოიყენებოდა მაშინ, როცა ციხესიმაგრე იერიშის ქვეშ იყო, რომ ხალხს გაქცევა და შეუმჩნევლად გაქცევა შეძლებოდა. ხო, ეს შენ სიმაღლის ადამიანს არ არის განკუთვნილი. არა. ოჰო, ფრთხილად. ხო, აქ მთავრდება. რაღაც მომენტში გადაკეტეს, მაგრამ შეგიძლია დაინახო, რომ ადრე გაქცევის მარშრუტად იყენებდნენ. იყო საწოლი, რომელიც ნამდვილად საწოლი იყო. კარგი, ფრთხილად დაიხია უკან, ფრთხილად. წავიდეთ სარდაფიდან. დროა კოშკში ავიდეთ. წავიდეთ აქ ზემოთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ კოშკში შევდივარ. წავიდეთ. ეხლა სინათლე იდეალურად ანათებს. ხომერთო ჩემო, აქ იმდენი რამეა. შეგეძლო დაგენახა, რომ ეს მუზეუმის ნაწილი იყო თავის დროზე. უდავოდ. მათ შეაგროვეს ციხის ისტორიასთან დაკავშირებული სხვადასხვა არტეფაქტი. აქ შიგნით მთელი ქვის სამუშაო ასეთია. ეს არა, ეს კალოპის ნიჟარა. რაღაც რაც გამოკვეთეს და რაღაც რაც ალბათ ამ ადგილის ადრეული პერიოდიდანაა. აქეთ. ამ კარადაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ იარაღები, რკინები და ყველაფერი, რასაც ისინი იყენებდნენ, მაკრატელი და ლუსმნები, რომ ეს ადგილი შეექმნათ. ვაუ, ნახე აქ ზემოთ ხის ნაკეთობები. ეს სადრაცისთვის კარის ზემოთ განკუთვნილია. ვაუ, ეს მითოლოგიურ სცენას გავს. ხო, ის ცენტაურს ებრძვის. იცი, ან ნახევრად ცხენი, ნახევრად კაცი. ჰეი. ეს მაგარია. ჰეი. კარაქის საკეთებელი. აქ კიდევ უფრო მეტი იარაღია, ათეულობით და ათეულობით სხვადასხვა ნივთი, რომელსაც ისინი იყენებდნენ. და რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი საბერველი.
დიახ, ეს კედვის პროცესის ნაწილი იქნებოდა. დიახ. აი სწორედ ამას იყენებდნენ ცეცხლის დასანთებად და რომ ძალიან გაეცხელებინათ. ყოველი კარა და სავსეა ისტორიით. მოდი ცოტა აქეთ გავიაროთ. გიგანტური ინსტრუმენტების კედელი. ხო. არც კი ვიცი როგორ ახსნა ეს ყველაფერი. ოჰ, ეს მაკარონისთვისა, ეს მაკარონია. ხო, ეს მაკარონისთვისა. რა თქმა უნდა ჩვენ ისე ვაქვართ. ეს რაღაცისთვისა, რაც მათხლისგანა. ჩვენ ასევე გქონდა საყვარელი მუზეუმის ტური იმ ადგილას, სადაც დავჭით. ხო. იქედან ვიცანი ეს ხელსაწყო? მათყლის გასაწელად, რომ როგორმე გაეხლარდათ. ესეთი ბევრი სხვადასხვა რამ. ფრთხილად იყავი ზურგჩანთით. ნახე, აქ იმდენი. არეულობა აქვს, რომ წამში რამეს წააქცევ. აჰა, აქ არის გრდემლი. აჰა, აჰა, და კიდევ ერთი საბერველი. ვაუ, ეს კიდე უფრო დიდია? არა, უბრალოდ უფრო მთლიანია. საუბრისთვის ბუტის ზევით. კი, და იქ კიდევ უფრო მეტი ხის პანელია. კი. ასევე ბრძოლები და კონგურები. კი, ყველაფერი სავსეა ხელსაწყოებით. აქედან შემთხვევით ხელსაწყოს ვიღებ. ეს ბაღის ხელსაწყოს გავს. რამდენი ადამიანი იმუშაებდა და იცხოვრებდა აქ იმ დროს? ეს გიჟურია. ღმერთო ჩემო. ნახე, ჭახსაც აქვს გერბები. მართლა? ხო, ძალიან პატარა გერბებია. ხო, ისინი კიდიან. აჰა, ნახე, სხვანაირად ჩანს. ალბათ ესეც ორიგინალი ჭაღია, რომელსაც მაშინ ელექტროენერგია მიაერთეს. ხო, მართლა მაგარია. ხო, რა მშვენიერი ოთახია. ეს არის საფქვავი ქვა? ო, ესე ჩანს. ხო, ნამდვილად მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, ვიტყოდი. ხო. და თუ ცოტა უფრო ორგანიზებული და ნიშანდებული იქნებოდა, ძალიან კარგი იქნებოდა ხალხისთვის მოსასვლელად და სანახავად. ეს. სამჯედლო, ალბათ ეს იყო. და კიდევ ერთი ჭა აქ ქვემოთ. შეგიძლია დაანათო მასზე. რომ ნახოთ, რამდენად ღრმაა ეს. ხო. ეს საკმაოდ ღრმაა. ნამდვილად გრძელი გზაა და ბევრი გასასვლელია ამ ციხის ქვეშ. კარგი, ავიდეთ შემდეგ სართულზე. ფრთხილად ლუკ, თორემ თავს დაარტყამ ნათურას. უკვე ერთხელ დავარტყი აქ თავი კადრს მიღმა და საკმაოდ კივნეული იყო. კარგი. კარი, მოიცადე. ხო, უბრალოდ გააგრძელა. მე უბრალოდ ასე გავაკეთე. კარგი, ეხლა ამ ადგილის შემდეგ სართულზე მივდივართ. ეს უფრო დახვეწილი მუზეუმის ოთახია. ეს ოთახი შეიძლება ოდესღაც ბანკეტის ან სასადილო ოთახი ყოფილიყო. ადგილი, სადაც ლორდები და დედოფლები ისევ შეიკრიბებოდნენ. საოჯახო გერბი. დიახ, ყველგან გვხვდება ეს ნამდვილი შუა საუკუნეების თუჯის ჭაღები. ჰეი დანტე, ისევ დანტე. ის ამ ადგილისთვის დიდი შთაგონების წყარო იყო. რამლენ ხანს დარჩებოდა აქ? შეიძლება მან თავისი პოეზიიდან რაღაც ნაწილი აქაც დაწერა. ხო, შეიძლება. ეს ნამდვილი ისტორიის ადგილია. შეგიძლია ნახო, როგორ ბრუნდება გერბები ისევ. ამდენი ინფორმაცია ყველგან განლაგებული. ათეულობით და ათეულობით დოკუმენტაცია. ო, აქ ქრონოლოგია არის. ვაუ, ეს 80-იან წლებამდე მიდის. 213 კედელი. და ბოლოს დასრულდა. აქ უკვე თარიღები აღარ არის მითითებული. მაშინაც კი ჰერკულესი აქ არის, ანტონიუსი ჰერკულესი, ვაუ. კი, აქ არის წიგნები და ყველაფერი. ტურისტებისთვის, რომლებიც აქ 80-იან, 90-იან და 2000-იან წლებში ჩამოდიოდნენ, რომ ქალაქის ძველი სურათებითაც კი ესიამოვნათ. ეს აქვეა, ეკლესია და ზარები. ძალიან მომწონს დასასვენებელი ადგილი. შეგიძლია აქ დაჯდე, მთებს გადახედო. პატარა გადახედვა. ესეთი კარგი ხედი. თუ აქ შემობრუნდები, შეხედე და ამასაც შეხედე.
არ ვიცი კამერაზე კარგად ჩანს თუ არა, მაგრამ ხედავთ, რომ ციხე-სიმაგრე მთლიანად ნანგრევი იყო და გარშემო ხარაჩოებია და როგორ აღადგინეს ის თავის დროზე. ესეთი ადგილის აღდგენა დიდი ძალისხმევა უნდა ყოფილიყო. 1727 წელია, მითითებული იმ ვიტრინაზე ზევით და ძალიან მომწონს ის სურათი მის გვერდით. და ეს მგონია ორიგინალი, სანამ აღადგენდნენ, რადგან ხედავ, მისი გვერდები მთლიანად დანგრეულია. გერბის კიდევ ერთი ვერსია. ხო, იქ შეგიძლია დაინახო არწივები გვირგვინზე, მის გვერდით კი მათზე წიგნიც კიდევს. ზარი ლამაზია. კარგი, წავიდეთ შემდეგ სართულზე. დიახ. აჰა, ესეც ძალიან საინტერესოა. უზარმაზარი ბუხარი. ესეც ძალიან კალბი ოთახი იქნებოდა მათთვის. აქ ისე გვხვდება გერბი. ხო, ეს არის კიბის გერბი, ბოლო გერბი. შეიძლება კიდევ ხო, შეიძლება. ადრე ამბობდი ამას. მართლა, ის ხედა მისი დახვეული ტოტებით არის ბოლო გერბი. და ის, რომელიც ცოტა უფრო კვადრატულია, ერთ-ერთი ადრინდელია. ხო. ესეც ხისგანაა გაკეთებული. არა, ეს თუჯისაა. აჰა, მართლა. ხო. ვაუ. ეს დაუჯერებელია. ბუხარი აქ ქვეშაა. სიგიჟეა. დოკუმენტაცია ყველგანაა. გაქვს რაიმე წარმოდგენა, რისთვის შეიძლება ესეთი ოთახი გამოიყენებოდა? რთულია. შეიძლება ეს მთავარი საძინებელიც კი იყოს, ხო ვიცი. შეიძლება აქ ცხოვრობდა მეფე. მგონია მთავარი საძინებელი კიდევ უფრო მაღლა. მართლა ისეა? ხო, გუში ვნახეთ. მგონი ხო, მალე მოვალთ იქ. ხო. ლამაზი ოთახია, ხო? ყველგან სკამებია, ბევრი ინფორმაცია. ისევ ეს იარაღის ნაწილია? ხო. თოფი? როგორ გამოიყენებთ იმას? მოგეწონებოდა რაღაცა მსგავსი? ხო. ხო, უფრო ხის იარაღს გავს, რომლითაც ხალხის შეშინება შეიძლება. ხო, თითქოს მუშკეტის მსგავსი იარაღია. ხო. კარგი, ერთ-ერთი იმ სასაუბრო ჯიხურიდან, იმ წიგნის დასადები ადგილებიდან. კიდევ ერთხელ. არის კვერცხი, რომელიც არ იყო შენი ძველი კვერცხი, 1000 წლეულის კვერცხი. ჩინეთიდან. ვაუ. ეს ფოტო ალბომია. ასეა? გონი ესეა. აჰა, შეხედე ამას. ეკლესიის სურათი, რომელსაც ვერ ვცნობ. მაგრამ ეს აქ არის. ხო, ეს ეზოშია. ეს ძალიან საკმაოდ ახალი ფოტოალბომებით გამოიყურება. ხო. ალბათ იმ ადამიანების, ვინც ეს იყიდა. ხო, ძალიან მოკლეა. ხო. მიმზიდველია. კარგი, ავიდეთ. ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ოთახში ავდივართ კოშკში. დიახ, ისევ ჭახს თავს არ დგამ. რა თქმა უნდა. ეს ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მგონი ეს ოდესღაც მთავარი საძინებელი იყო. თუმცა საწოლს უკეთესი დროებიც ქონია ნანახი. ხო, საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საწოლი, მგონია ორიგინალური არ არის? არა. არა. თუ ამ უკანა პანელს შეხედავ. ხო, ის უბრალოდ იქ დაადეს. ის პლასტმასისა. ხო, ამ ჩარჩოში, ხო, ეს ნამდვილად არ გავს ნამდვილ ანტიკურ საწოლს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს იმის ჩვენება, თუ როგორ გამოიყურებოდა საწოლი მაშინ, როცა აქ ადამიანები ცხოვრობდნენ. გულისხმობ, ისინი ნამდვილად იძინებდნენ ბალდახინიან საწოლში, როგორც ყველა მეფე იმ დროს. რა თქმა უნდა. ხო. და შემდეგ, აქ ჩამოკიდებული შუა საუკუნეების ჭაღით, მას კიდეებზე პატარა გვირგვინებიც კი აქვს. და შემდეგ უკან. აქ გვაქვს ბუხარი, ალბათ მუხის ხისგან დამზადებული. ეს არის მეორე გერბი. ხო, ეს ის გერბია, რომელიც ეზოში ვნახეთ. ხო, ეს დიდი ბუხარი. და ასევე შეშა. ხო, მაინტერესებს. ესეთი ბუხარი მოქმედებაში არასდროს მინახავს, მაგრამ შეიძლება უსაფრთხო იყოს. ხო. შეშა საკმარისად შორსაა და თუ ყურადღებით იქნები. და კიდევ რამდენიმე კარა და არ არის ორიგინალი, მაგრამ აქ ადრე არ იყო. შვენიერია,
სიამოვნებით დავიძინებდი აქ. ხო, ხო, ეს შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად. აქედან შეგიძლია ქალაქსა და ხეობას გადახედო. პატარა მიძინებული ქალაქი, ხო, იმედია ასე დარჩებიან. მიძინებული. წავიდეთ ბოლო სართულზე. ეს რეალურად სახურავია. ეს ახლა არ არის. Yeah. ეს მშვენიერია. სრულიად დიდებული. ახე პატარა ბორცვზე გაშენებული ქალაქები ყველგან. დიახ, იტალიაში ქალაქების უმეტესობა ბორცვებზე აშენებული თავდაცვითი მიზნებისთვის, რომ ზემოდან დაეხედათ და მტრები მოეგერიებინათ. ჩვენ ისევ შევძელით. კიდევ ერთი ხო შესანიშნავი ადგილი ამ მოგზაურობისთვის. ისტორიის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება დაიკარგოს. და ეს ხო, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც აქამდე მინახავს. ნამდვილი შუა საუკუნეების ისტორია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის და მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ერთად იყავით. ნახეთ და ასევე რა თქმა უნდა, ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს, მოიწონეთ ვიდეო, გამოთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კარგი კომენტარი ქვემოთ და ასევე ნახეთ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც ვქმნით მული აღწერაში. ეს არის გზა, რომლითაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ არხს და დაგვეხმაროთ გავაგრძელოთ ეს თავგადასავლები და დავაფიქსიროთ ეს ადგილები. შეხვედრამდე მომავალ კვირას კიდევ ერთი სასოцаრი ეპიზოდით.